ვისა მოგესალმებით კიდევ ერთხელ. ესე იგი თუ თქვენ წლების განმავლობაში გიწევდათ სანოტარო ბიუროებში რიგში დგომა, ის ყველაფერი ამჟამად უკვე შეცვლილია. ონლაინ რეჟიმში თქვენ უკვე შეგიძლიათ წინასწარ დაგეგმოთ ვიზიტი კონკრეტულ დროს მიბრძანდეთ და აღარ იდგეთ რიგებში. ამ თემასთან დაკავშირებით დღეს ჩვენი სტუმარია ნოტარიუსთა პალატის გამგეობის წევრი დავით ოყროშიძე. მოგესალმებით დილამშვიდობისა. როგორ უნდა მადლობა მობრძანებისთვის. ესე იგი რა გავიგე? აი ახლა გავიგე. ანუ ადრე თუ ადამიანები იდგნენ რიგში, ახლა მათ შეუძლიათ როგორ, ან წინასწარ ჩაწერით ხდება ნოტარიუსთან ის. ყველაფერი მოგყვეთ დაწვრილებით. პირველ რიგში სანამ ამ თემაზე გადავიდოდი, აღნიშნავ, რომ ძალიან ბევრი სიახლე დაინერგა უკანასკნელ პერიოდში ნოტარიატში, როგორც საკანონმდებლო ტექნიკური სიახლეები და ყველა ეს სიახლე მიმართული არის სწორედ იმ მიმართულებით, რომ მაქსიმალურად ეფექტური გახდეს სანოტარო მომსახურება, მოქალაქემ მაქსიმალურად კომფორტულ გარემოში მიიღოს ის და მოქალაქეების საჭიროებაზე იყოს მორგებული. სწორედ ეს საკითხი, რაც თქვენ დასვით, სწორედ ამ მიზანს ემსახურება. თქვენ სწორად აღნიშნეთ ერთ-ერთი დისკომფორტი, რაც მოქალაქეს ექმნებოდა სანოტარო ბიუროებში, ეს არის რიგი. კი, მე პირადად მახსოვს, რამდენიმე წლის წინ მომიწია დილის საათებში მისვლა და გამოვედი დღის 3-ზე, 4-ზე, მაშინ როდესაც ძალიან მეჩქარებოდა. თუმცა ეს გამოწვეულია უფრო მეტად იმ გარემოებით, რომ სანოტარო მომსახურება თავის სპეციფიურობით ხასიათდება. იგი გარკვეულ პროცედურას ითვალისწინებს, გარკვეულ კონფიდენციალობის მომენტს და როდესაც ნოტარიუსს ემსახურება ერთ მოქალაქეს, ამ დროს იგი, ასე ვთქვათ, მთლიანად ორიენტირებულია ამ მოქალაქეს. ეს პროგრამა, რომელიც ჩვენ შევიმუშავეთ, აქვე მინდა აღვნიშნო, ეს ჩვენი იუსტიციის სამინისტროს IT სამსახურის ძალებით მოხდა პროგრამის შემუშავება, როდესაც მადლობა მინდა მათ გადავუხადო, მათ თავისი შრომისთვის და პროფესიონალიზმისთვის. ეს პროგრამა საშუალებას აძლევს ნებისმიერ მოქალაქეს მისთვის სასურველ დროს და მისთვის სასურველ ნოტარიუსთან ანუ იმ მომენტში, როდესაც გაქვს დანიშნული დრო, ვინც თავისუფალია იმასთან მიდიხარ თუ გაქვს საშუალება რომ წინასწარ შეშიო ნოტარიუსს? მოდით თავიდან დავიწყოთ, თქვენ პირველ რიგში შედიხართ ნოტარიუსთა პალატის საიტზე, სადაც არის www.notary.g, სადაც არის სპეციალური ბანერი დაგეგმე ვიზიტი ნოტარიუსთან. ამ ბანერზე შესვლით, თქვენ მარტივი манипуляციით გადიხართ რეგისტრაციას, თქვენ სახელი, გვარი, პირადი ნომერი და საკონტაქტო მობილურს უთითებთ. და რის შემდგომაც თქვენ შეგიძლიათ იხილოთ სანოტარო ბიუროების ჩამონათვალი ადგილმდებარეობის მიხედვით, აირჩიოთ კონკრეტული ნოტარიუსი, რომელიც თქვენ ანუ მე რომელიც მსახურებელია, რა თქმა უნდა, ტერიტორიული პრინციპით, თუნდაც სახელმწიფო გვარებით, ქალაქით, რა თქმა უნდა. შემდეგ ნახოთ გრაფიკი ამ ნოტარიუსის, ანუ ის თავისუფალი დროები, როდესაც მას ასე ვთქვათ, არ აქვს არაფერი დაგეგმილი და თქვენთვის სასურველ დროს ჩაეწეროთ, ასე ვთქვათ, ვიზიტზე. ეს დაუყოვნებლივ მიდის სანოტარო ბიუროში ეს ინფორმაცია და ნოტარიუსი დაუყოვნებლივ გიდასტურებთ თქვენ ამ მოთხოვნას და თქვენ მობილურ ტელეფონზე მოგდით SMS შეტყობინება, ასეთ რომ თქვენი ვიზიტი გადასტურებულია, ასევე თქვენ მოგდით თქვათ ვიზიტის დღეს ან შეტყობინება, შეხსენება, ასე ვთქვათ. ძალიან კარგია. არ დაავიწყდეს მოქალაქეს თავისი ვიზიტი. ეს მთელი საქართველოს მასშტაბით არის შესაძლებელი. ეს არის შესაძლებელი მთელი საქართველოს მასშტაბით. უკვე რამდენმა ადამიანმა ისარგებლა ამ მომსახურებით? ეს ვიზიტი უკვე დიდი ხანი არ არის, რაც დაინერგა. ჩვენ ამჟამად აქტიურ საინფორმაციო კამპანიას ვაწარმოებთ ამ მიმართულებით, რომ ფართო გამოყენება ქონდეს. ამ დროისათვის მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაცია პრაქტიკულად არ იყო, 200-ზე მეტმა მოქალაქემ უკვე ისარგებლა. მე დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი ეთერის მერე უკვე ყველა თავისუფლად ამოისუნთქავს და ეცოდინებოთ, რომ უნდა შევიდნენ საიტზე www.notary.g, იქ დარეგისტრირდით, ხო, ანუ იქვე ბანერზე სადაც არის ძალიან მარტივი манипуляცია და შეგიძლიათ მიხვიდეთ პირდაპირ ნოტარიუსთან, ეს აუცილებლად მოგემსახურებათ მაშინვე. მე სხვა შორის ვიცი, რომ თქვენ რაღაც გეგმები გაქვთ სექტემბრისთვის, ხო, რაღაც ახალი იცით, ჩვენ მუდმივად გვაქვს რაღაც გეგმები, იმიტომ ეს პრაქტიკულად ეფექტური მომსახურება, რასაც ჩვენ ვახორციელებთ და არის ეს ორიენტირებული მოქალაქეზე, არის სწორედ მიმართული, რომ ჩვენ მუდმივად ვხვედით გარკვეულ სერვისებს, მუდმივად რაღაც საკანონმდებლო ინოვაციებით ვცდილობთ, რომ გავაუმჯობესოთ მოქალაქეთა მომსახურების ხარისხი. სექტემბრიდან თქვენად ვწანეთ ძალას შედის ახალი საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც შეეხება მედიაციას და ნოტარიუსს შეიძლება ასევე იყოს მედიატორი. აი, დეტალურად რო განმარტოთ, რას ნიშნავს ნოტარიუსის მედიატორის ფუნქცია? ზოგადად მედიაციის ფუნქცია არამხოლოდ ნოტარიატში ინერგება ამჟამად
არამედ საქართველოს საქართველოს მასშტაბით მასში აქტიურად არის ჩართული როგორც სასამართლო სისტემა, ასევე აღსრულების ეროვნული ბიურო, სხვა სამსახურები და ეს არის ეფექტური სისტემა კონფლიქტების სასამართლოს გარეთ გადაწყვეტის, ანუ თქვა ალტერნატიული გამოსავალი დავების გადაწყვეტის, რაც განტვირთავს სასამართლოებს დიახ, მორიგება, სწორად ბრძანეთ. საერთოდ ნოტარიატს და ნოტარიუსს, ასე ვთქვათ, აქვს ეს გამოცდილება, რეალურად ჩვენ ყოველდღურად გვიწევს ურთიერთობა მოქალაქეებთან, გვიწევს ურთიერთობა მათ შორის კონფლიქტურ მხარეებთან და გვიწევს მათ შორის გარკვეული კონფლიქტის დარეგულირება და ამ შესაძლებლობის ეს არ იყო, არა და მე ვიცი რომ საზღვარგარეთ, ახლა ჩვენ ძალიან ხშირად ჰოლივუდის ფილმებში ვხედავთ, ხო იცი, როდესაც მჩივი შენს მეუღლეს, ან მოდით ეს ყოველ ბანალური ვარიანტი განვიხილოთ. ხო განქორწინების თემა, როდესაც იყოფა რაღაცა ქონება და არ არის ხოლმე კმაყოფილი არც ერთი მხარე და როდესაც არსებობს ეს მედიატორის ფუნქციას, როდესაც ითავსებს ნოტარიუსი, მაშინ შენ შეგიძლია თქვა რომ მე მინდა ეს სახლი და მე მინდა ის სავარძელი და უკვე თანაბრად ამ სერვისში ვიზიტის დრო როგორ განისაზღვრება დაუშვათ, როდესაც მე გეგმავ შეხვედრას, რამდენი წუთი ან საათი მოქვს ამისთვის გამოყოფილი? დაგეგმილი მინიმუმ 9 საათიანი შუალედები, როდესაც მოქალაქე შეუძლია აერჩიოს და დაგეგმოს თავის ვიზიტის დრო, თუმცა თუ ვიზიტის შინაარსიდან გამომდინარე მე დროს მოითხოვს, მას შეუძლია აერჩიოს 1 საათიანი დროც. ასევე მინდა ანუ იგირჩევ რამდენი ხანი გინდა? და რა მაინტერესებს, აი პირობითად თუ მაწყობს სამშაბათი 4 საათზე რომელიღაცა ნოტარიუსი და თუ დაკავებულია, მე მაჩვენებს ამას რომ დაკავებული. კი, ამ შემთხვევაში ეს დრო ხელმისაწვდომი არ იქნება. ასე რაც მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ ვიზიტის დროს ათანხმეთ, არამედ თქვენ შეგიძლიათ ნოტარიუს წინასწარ შევუთანხმოთ ის თემა, პირდაპირ ონლაინ, რა თემაზე გსურთ მასთან ვიზიტი, ასევე წინასწარ აუტვირთოთ კიდეც ის დოკუმენტები, რომლის განხილვაც მოუწევს ნოტარიუსს და ეს საშუალებას აძლევს ასევე ნოტარიუსს დაზოგოს თავისი დრო, ასე ვთქვათ, წინასწარ გაცნობილი იყოს საქმის არსს და ასე ვთქვათ, მოქალაქის საჭიროებებს მზად დახვდეს, ასე ვთქვათ, და უფრო ეფექტური მომსახურება ნოტარიუსების აი რა ხვდები უკვე ყველაფერი შესაძლებელია. მე მომწონს ეს ძალიან კარგია რომ ამ საქმეს აკეთებთ, ძალიან კარგია რომ ასეთი დიდი სისწრაფით ვითარდებით და დიდი ნაბიჯებით, მე მგონი ძალიან მალე უკვე შესაძლებელი იქნება ყველაფერი. თუმცა მე ვფიქრობ რომ ნოტარიუსის სამსახური უკვე ძალიან ვრცლად მოიცავს იმ თემებს, რაც საჭირო არის ნებისმიერი მოქალაქისთვის. ძალიან დიდი მადლობა მობრძანდით დღეს ჩვენთან. ჩვენ კიდევ და კიდევ უფრო მეტ წარმატებებს გისურვებთ. ძალიან დიდი მადლობა რომ ასეთ კარგ სამსახურს აკეთებთ. ჩვენ კი დრო არის შევეხმიანოთ ქრონიკას. ქრონიკა იმედის ეთერში.